ამინ სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაცემისათა ჩვენთან არის ღმერთი ღმერთმა დააგლოცოთ, გააკურთხოთ, გაგაძლიეროთ, შეგეწიოთ დღევანდელ დღესენებული წმინდანი წმინდა ანტონი დიდი, რომელიც ეგვიპტის სოფელ კომაში დაიბადა 251 წელს დაახლოებით დიდგვაროვან შეძლებულ ოჯახში. მაგრამ როდესაც მშობლები გარდაეცვლება ახალგაზრდა ანტონი თავის ქონებას ქვრივობლებს, ღატაკებს დაურიგებს და მცირე წლოვან დას, ერთადერთ დას კი მიაბარებს ქალწულთა, რომელთაც აღსაზრდელად. და ამის შემდგომ უკვე თვითონ სოფლის მახლობლად ერთ-ერთ პატარა ქოხში განმარტოვდება და იწყებს მარტო ცხოვრებას. იგი დაისწავლის რა წმინდა წერილს და ყველანაირ ღვთივსულიერ წიგნებს ის ცხოვრებაში წერია, რომ არა დააგდებდა არც ერთ სიტყვას, ანუ არ დაუტევებდა და უყურადღებოდ არ ჩათვლიდა ისეთ სწავლებებს, რაც სული სასარგებლო იყო და ყოველივეს აითვისებდა ზეპირად. იცნობდნენ როგორც ნახე ყრმა იყო, მაგრამ როგორც ბერი, როგორც ხუცესი უკვე სრულწლოვანი, ისე გამოიყურებოდა თავისი გონიერებითა და თავისი ცხოვრების წესით წმინდა ანტონი. იგი სხვადასხვა ბერებთან დადიოდა, რისთვის, რომ სხვადასხვა დარიგებები მიეღო, რომ მრავალი სათნოებით გაემდიდრებინა თავის თავი. ანუ ყველა ბერისგან, ყველა დაყუდებული მამისგან სხვადასხვა სათნოებებს შეითვისებდაო და მასში მოიყარა მერე ამ ყველა სათნოებამ თავი. ფიცხელი 8 წლით მოღვაწეობდა იგი, ჯერ თავიდან წარმოიდგინეთ, როდესაც ეშმაკი ხედავს მის ამ საქმეებს თუ როგორ იზრდება იგი სულიერად და როგორ უსხლდება ბოროცხელიდან, თავიდანვე დაატეხს მრავალ განსაცდელს. და ამ განსაცდელს არ უშინდება ანტონი და პირიქით ფიქრობს, რომ 8 წლი უფრო გააორმაგოს, გაათმაგოს, რაც იმაში გამოიხატება, რომ უფრო ძილს მოუკლებს, საკვებს მოიკლებს დღეში ერთხელ, შემდეგ რამდენიმე დღეში ერთხელ მცირეც იხმევდა ხოლმე საკვებს. და ამის შემდგომ მთლიანად გაერიდება ქალაქს და დამკვიდრება ერთ-ერთ გამოქვაბულში. და აი აქ ხდება უკვე მის წინააღმდეგ ბოროტის უდიდესი ბრძოლა, რომ ისე გვემენ ანტონის, რომ ცოცხალ მკვდარს დატოვებენ. თვითონ ეშმაკები ხილულად ეცხადებიან და ხილულად დააზიანებენ. შემთხვევით გადაურჩება ამ ამბავს, რომ ერთ-ერთ ადამიანს, რომელიც მისთვის საჭმელი უნდა მიეტანა, ის ნახავს და იგონება, რომ მიცვალებულია უკვე, წარმოიდგინე, ისე მდგომარეობაში იქნება ნაგვემი ეშმაკისაგან და ჩაიყვანენ ქალაქში და აქ გადაწყვეტენ კიდევაც უკვე დაეკრძალა თუ წარმოიდგინეთ. არანაირი სასიცოცხლო ნიშნები არ ჰქონდა, მაგრამ თვისნებით ანტონი მოვაგონს, სთხოვს ისევ, რომ ისევ თავის ადგილას მიიყვანო. წარმოიდგინე, ჯერ ძალაც კი არ მოუკრებია და კიდევ აი ესეთი მრავალი განსაცდელის შემდგომ თვითონ უფლისგან ექნება უკვე ჩვენება, უფლისგან განიკურნება სასწაულებრივად და ეს ნობელი სიტყვები, რომ სადიყავი უფალო, რომ მხედავდი ესეთ მდგომარეობაში, სადიყავიო, რატომ არ მეხმარებოდი და მყისვე რატო არ დამიდექი გვერდზეო და აქ ვიყავი ანტონი, ღვთისაგანაც მოისმეს, რომ პირიქით უმზერდი შენს ბრძოლასო, შენს შემართებასო, მაგრამ რახანო სძლიეო და არ შეგაბრკოლა ამ მდგომარეობამ, მე ყოველთვის შენთან ერთად ვიქნება და მოგცემ ძალასო და მართლაც მისცა ძალა შემდგომ ბოროტების განსხმისა და სნეულთა კურნებისა უფალმა ანტონის. ამის შემდგომ ანტონი კიდევ უფრო ღრმა უდაბნოში შედის, ღრმა დაუსახლებელ ადგილას შედის, სადაც ერთ-ერთ საკერპოში, სადაც დაიწყებს მოღვაწეობას და თვითონ კარს ამოაქოლინებს და ისე მოღვაწეობს, წარმოიდგინე ანტონი. მაგრამ ამის შემდგომ უკვე ეს ხდება დაახლოებით 20 წელია ესე მდგომარეობაში დაყუდებული. და ამის შემდგომ უკვე ხალხი გაიგებს მისი ადგილსამყოფელის შესახებ და მრავალი ადამიანი იწყებს მასთან სვლას, დარიგებას, აძლევს რჩევებს, აძლევს სხვადასხვა სწავლებებს, აძლევს წმინდა ანტონი და უდაბნოდან დაახლოებით 311 წელს მაქსიმიანეს დროინდელი ქრისტიანების დევნა არის ეს და ამ დროს მოუწევს უდაბნოდან გამოსვლა და ეძიებს მოწამეობას
და რა შვება, მიდის საფყობილეებში ამხნევებს ქრისტიანებს, უხადაგებს, ანუგეშებს, საჭმელს აწვდის, მაგრამ ღმერთმა აქაც დაიფარა, იმიტომ რომ კიდე დიდი მოღვაწეობისათვის უნდა ყოფილიყო და ეღვაწა ანტონის. და ამის შემდგომ კიდევ თვის მწვერვალზე დამკვიდრდება წარმოიდგინე, კიდე შორს, კიდე განერიდება, კიდე მიუვალ ადგილს და მოსწავლეები შეჩივლებენ, რომ ცოტა იშვიათად, მაგრამ გამოდი მაინც რომ დაგველაპარაკოთო, წარმოიდგინეს სწავლა განათლება მოგცეთ, რომ მეტი ურთიერთობა ქონოდათ ანტონისთან. ამის შემდგომ მოუწევს კიდევ ერთხელ გამოსვლა ამ დიდი უდაბნოდან, როდესაც არიანული წყვალებლობა იფეთქებს იმპერიაში და ხმას დააყრიან ესე. იმ პერიოდში ანტონის უდესი ავტორიტეტი ჰქონდა და ავტონის სიტყვას და ხმას დააყრიან ესე, რომ ანტონი არიანელურ სწავლებას მისდევსო და ამისთვის გამოვიდა უდაბნოდა, რომ განეცხადებინა ხალხის ერის წინაშე, რომ პირიქით მართსარწმუნოების დამცველი არის იგი და არანაირი არიანული ამ სწავლების მიმდევარი, ამ მოძღვრების მიმდევარი არ არის. და ანტონი აგზელებს ისევ დიდ მოღვაწეობას. ანტონი დიდის ცხოვრება კიდე მრავალი სასწაული და სწავლებით არის. მისი სწავლებები მრავალი მოძღვრება ჩვენ ხვდება და გვაქვს და როდესაც ანტონი მიუახლოვდება აღსასრულს, მის გარშემო შეკრებილი არიან მოწაფეები და მოწაფეებს აძლევს ესე დარიგებას, რომ ისწრაფეთო უფრო ის ღვთისა, ღვთისადმი ისწრაფედეთო, თქვენი ცხოვრება იყოს სწრაფა ღვთისადმი და ამის შემდგომო მისი წმინდანებისადმი. ნახეთ, ეს სწავლება ხშირად გაგვიმეორებია ჩვენ და უნდა ვიცოდეს ანტონი დიდისგან გვეძლევა პირველად. ღვთის წმინდანებისადმიო. და რატო ღვთის წმინდანებისადმიო? როდესაც ჩვენო წარუგებით ღვთის წინაშეო, წმინდანები, რომლის მიმართაც ქონდა დიდი იმედი და სასოებაო, როგორცო მეცნიერთა ნაცნობთა შეხვდნენ ისეო ზეცაში და ისე გუიშუამდგომლენო ღვთის წინაშეო. წარმოიდგინეთ, ეს საქმე, რომელიც არის წმინდა და ცხოვრების კითხვა, მათ სახელებზე პარაკლისის გადახდა გვაახლოებს ამ წმინდანებთან. ეს დარიგება არის ანტონი დიდის ზუსტად, რომ უფრო გავიცნოთ წმინდანები, დაუმეგობრდეთ, რომ ზეცაში როგორც მეგობრებს ისე შეხვდნენ და ისე დაგვეხმარონ ცხონებაში. და ამის შემდგომ ანტონი დიდი იბარებს სიტყვას, რომ იქვე, სადაც მოღვაწეობს დაკრძალონ და როცა მიიცვლება, ეს მოხდება 105 წლის ასაკისა იქნება, დაახლოებით 356 წელს. და იქვე დაკრძალავენ. შემდგომ უკვე საუკუნის გასვლის შემდგომ გადაასვენებენ თვითონ ალექსანდრიაში, ალექსანდრიდან კონსტანტინოპოლში, ხოლო მე-15 საუკუნეში მისი წმინდა ნაწილები გადასვენება საფრანგეთის ერთ-ერთ ქალაქში, შენდობას ვითხოვთ ამავის ნამის არასში. არასია მარსელთან ახლო მდებარე ქალაქი, ესე გეოგრაფიულად რომ გითხრათ. და განისვენებს დღესაც მისი წმინდა ნაწილები. შეგვეციოს ანტონი დიდი გვაკურთხოს, გაგვაძლევოს და მისი ლოცვა-კურთხევა და მფარველობა არ მოყლებოდეს. რაც შეეხება სწავლებას იმის შესახებ, რომ ნეტარიყვნენ მოწყალენი რამე თუ იგინი შეიწყალნენ. ხომ მსმენია 9 ნეტარებიდან და რამხილა მნიშვნელობა აქვს მოწყალების სათნოებას, მრავლად არის მამათა ცხოვრებაში, რომ მოწყალე ადამიანსო ამ ქვეყანაზეც ხელი ემართება და თვითონ მოწყალე ადამიანი ღმერთს აძლევს სესხად თავის კეთილ საქმეს და ღმერთი მას სიკეთითა და სიხარული დაუბრუნებს, რასაც თვითონ გაიღებს. ერთ-ერთი მამის ცხოვრებაშია მარტვილიუსი ერქვა მამას ბერი, რომელიც გამორჩეული მოღვაწე იყო, თავისი საძმოსი. ერთ-ერთი ჩვეულება ჰქონდა, რომ მის მოძღვართან სხვა მონასტერში წასულიყო და სხვადასხვა სწავლა დარიგებები მიეღო თავის მოძღვრისგან. და როდესაც მიდის გზაზე, შემოხვდება ერთი დავრდომილი ადამიანი, დაწყულებული ადამიანი, რომელსაც ისევ იქ ჰქონდა გზა, სადაც თვითონ მიდის. და სხვა ვერაფერს ვერ მოიფიქრებს გარდა იმას, რომ თავის მანტიას მოიხსნის, მანტიაში გაახვევს და ზურგზე მოიკიდებს, რომ ესე ზურგით ატაროს თავისი მოყვასი. და ხდება ესე შემთხვევა, როდესაც მიუახლოვდება უკვე მონასტერს, თავისი მოძღვარი ეუწყება, რომ შეეგებეთო მარტვილიუსო, გაუღედო კარები ბჭენიო მონასტრისანო,
რადგანო მასო ღმერთი უტვირთავსო, ღმერთი მოჰყავსო თვითონ მონასტერშიო. და მართლაც, როდესაც მარტვილიუსი მოიხსნის მანტიას და ამ დავრდომილ ადამიანს დასვავს, აქ უკვე მას ვეღარ იხილავს, მხოლოდ მოჰკრავს ზეცაში სადაღმავავს უფალს, მის სახეს და სიტყვებს, რომ აი მარტვილიო, შენო ამ ქვეყანაზეო მიტვირთე და ჩემთვის ყავ წყალობაო ამ ქვეყანაზეო. მე კიდე ზეცაში გიყავ წყალობასა და ზეცაში მოგცემ დაუჭნობელ გვირგვინსო და ამით მიხვდა, რომ თვითონ ეს უფალი ეტვირთა ამ ადამიანის სახით, თვითონ უფალს გაუკეთა მოწყალება და როდესაც გამოეგებება თავისი მოძღვარი, იკითხავს და კითხავს, რომ მძიმე იყო თუ არაო, მაგრამ საერთოდ ვერაფერს ვერ უგზნობდიო, მაგრამ რომ ცოდნოდა, რომ ჩემ უფალი ბეჭებით მიტვირთავსო, პირიქით დავიმხობოდი მის წინაშეო და 1000 გზის თაყვანს სემდიოდო და აი ესეა სწავლება, როდესაც მოწყალებას ჩადის ადამიანი, წარმოიდგინეთ თვითონ და მრავალი მაგალითია, რაც მოგვიყოლია თქვენთვის, რომ გაღებული მოწყალება როგორც მატერიალური, ისევე ადამიანური, სულიერი, მორალური მოწყალება, ისევ ღმერთს მიეკუთვნება ეს მოწყალება და ღმერთი, რომელიც იღებს ჩვენს მოწყალებას, სიკეთით დაგვიბრუნებს ამ ქვეყანაზეც და ზეცაშიც. ღმერთმა დაგლოცოთ, გაკურთხოთ და გაგაცლიოთ.